შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. როსტომ ჩხეიძე, შავი ჩოხა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ცხოვრების ქრონიკა. თავი მე-17. ახლოა ჟამი. ივნისში ეროვნულ დემოკრატიული პარტია რომ გამართავდა მთავრობის კომიტეტის სხდომას, ერთადერთი გასარკვევი და დასადგენი განასხვა რა აჯანყების დაწყება იქნებოდა. იასონ ჯავახიშვილი თავის მოხსენებაში დაიმოწმებდა ვასონ ოდიას მიერ ჩამოტანილ ცნობას საერთაშორისო მდგომარეობა ხელს უწყობს შეიარაღებულ გამოსვლასო. სოლომონ ზალდასტანიშვილის მოხსენება შეეხებოდა აჯანყებისათვის ძალთა აღრიცხვას, ოღონდ ცხადია კონსპირაციის მიზნით მოერიდებოდა დეტალიზაცია და ზოგად მსჯელობას ამჯობინებდა. ეს კი ზოგიერთი წევრის უკმაყოფილებას გამოიწვევდა. გაუგებარია ძალთა რა თანაფარდობა არსებობს. თუ მომხსენებელი ასე არ გვენდობა, ბურუში რომ გახვია თავისი მტკიცებაო. არადა სოლომონი ტყვილად არ ფრთხილობდა, რადგანაც ჩეკას უკვე მოეხერხებინა არა მარტო პარტიათა მთავარ კომიტეტებში შეღწევა, არამედ დამოუკიდებლობის კომიტეტშიც. პატრიოტთა დაეჭვება ერთმანეთის მიმართ, ურთიერთგადაკიდება, ჭორებითა და ცილისწამებით შინაგანი გახლეჩა და ზოგიერთი ერთგული წევრის ჩამოცილებაც სულად სასიკვდილოდ გამეტება მისივე თანამებრძოლთა ხელით. საამისო ცნობებს სოლომონ ზალდასტანიშვილის ამ მემუარულ თხზულებაშიც ამოიკითხავთ და მაშინდელი ეპოქის დროინდელ სხვა დოკუმენტური წყაროებიდანაც მოიძიებთ. და ეს მზაკრული შეღწევა პატრიოტთა გუნდში იქნება ამა თუ იმ მწერლის ხელში დეტექტიური ყაიდის მხატვრულ დოკუმენტური ქმნილების სიუჟეტადაც იქცეს, ანდა სულაც მხატვრული ნიმუშის სამზარეული ხასიათებითა და ისტორიული ფონით, რომელიც ხელშესახებად გადაგხსნია თვალწინ და ლიტერატურული ფორმის მოძებნაღა სჭირდება. იქ კი სხდომისას შალვა ამირეჯიბი, პარტიის თავმჯდომარე, აჯანყების დაწყება შეეწინააღმდეგებოდა. ქართველმა ხალხმა უარი უნდა თქვას აჯანყებაზე, რადგანაც დღევანდელ პირობებში პატარა საქართველო ვერ გაუმკლავდება რუსეთს. მიხეილ იშხნელი, ექიმი, არ გაიზიარებდა ამ თვალსაზრისს და ირაციონალურ გზას მიანდომებდა ქვეყნის ბედს. საქართველოსათვის დამარცხებული აჯანყებაც გამარჯვება იქნება. ყველაზე უარესიც რომ გვევარაუდა, თურმე ამ შემთხვევაშიც გამართლებული უნდა ყოფილიყო სახალხო გამოსვლა. თორემ მიხეილ იშხნელი სულაც არ შეგუებოდა მაინც და მაინც მარცხიან დასასრულს და დაძრახავდა დამოუკიდებლობის კომიტეტს. უნდილად ირჯება, უფრო ენერგიული მუშაობაა საჭირო ხალხთანო. ელისე პატარიძე ეჭვით მოეკიდებოდა ვასონ ოდიას მიერ ჩამოტანილ ცნობას. ამასთან მოითხოვდა აჯანყებისათვის მოწყობილ ორგანიზაციათა დაშლას და მხოლოდ ცენტრალური და სამაზრო სამხედრო სამეულების შენარჩუნებას. დასძენდა იმასაც, რომ დაუყოვნებლი უნდა გამგზავრებულიყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრი ევროპაში და უშუალოდ იმ პარტიის ემიგრანტ წევრთაგან შეეწყო უფრო სანდო ცნობები, თორემ სოციალ-დემოკრატთა იმედად ამხელა წამოწყება
იასონ ჯავახიშვილს რატომღაც უნდოდ უყურებდნენ პარტიაში და სოციალ-დემოკრატთა ინტერესთა დაცვას სწამებდნენ. სოლომონი არ იზიარებს ასეთ დამოკიდებულებას ამ პიროვნების მიმართ და ახსენდება, რომ ისეთივე ეჭვით ეპყრობოდნენ სოციალ-დემოკრატები კოტე ანდრონიკაშვილს. შენ ჩვენიანი ხარ თუ ეროვნულ დემოკრატიო? ეს სამწუხარო გარემოება მემუარისტისათვის იმის დამადასტურებელია, რომ დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებს უფრო სწორად ესმოდათ გაერთიანებული ეროვნული მუშაობა, პოლიტიკურ პარტიებში კი ჯერაც ჭარბობდა ვიწრო პარტიული შეხედულებანი. რა ხდებოდა? ეროვნულ დემოკრატები უნდობლობას ხომ არ ამჟღავნებდნენ დამოუკიდებლობის კომიტეტის მიმართ. მაგრამ საჯაროდ გაცხადებულიყო თუ ასე გახლდათ და კიდეც მოითხოვდა იასონ ჯავახიშვილი გავარკვიოთ, ვენდობით თუ არა ამ კომიტეტს და რა გზა ავარჩიოთ მომავალი მოქმედებისასო. რახან ასე იყო, ეროვნულ დემოკრატები თავიანთ ნდობას დაადასტურებდნენ და აჯანყების აუცილებლობასაც უმრავლესობის ხმები გადასწყვეტდა. ჩეკადან გიორგი წინამძღვრიშვილის მიერ გამოგზავნილ წერილსაც გაეცნობოდნენ. აჯანყებაზე პარტიამ უარი თქვასო, სამოქმედოდ გამზადებული რაზმები დაიშალოსო, ყველა პასუხისმგებელი პირი და ქაკუცა ჩოლოყაშვილი თავის შეფიცულებიანად საზღვარგარეთ გავიდესო. ეს წერილი მართლაც თავიანთი თანამებრძოლის მიერ დაწერილადაც რომ მიეჩნიათ და არა ჩეკასათვის რჩეულ ხრიკებად, მაშინაც არავინ დაუჭერდა მხარს. თვითონ გიორგი წინამძღვრიშვილს კი აცნობებდნენ, ჩვენგან თავისუფლება გენიჭება და რა პირობებითა და რა საშუალებებითაც გსურს, ისე დააღწიე ჩეკას თავიო. კომპრომისის უფლებას უტოვებდნენ, ამის გამო არ დაგძრახავთ და არ მოგკვეთთო. კომისიები, უპირველესად კი სამხედრო კომისია, თავთავისი საქმიანობის შედეგებს რომ გააცნობდნენ დამოუკიდებლობის კომიტეტის მიერ მოწვეულ გაფართოებულ კრებას, აჯანყების დეტალური დამუშავება თავარ სარდალსა და მის შტაბს გადაელოცებოდა. ქალაქებსა და მაზრებში სამხედრო და პარტიულ წარმომადგენლებს გამზადებული უნდა ჰყოლოდათ რაზმები გამოსასვლელად, ხოლო დღესა და საათს განსაკუთრებული ბარათებით შეატყობინებდნენ. ჩრდილო კავკასიაში მიხეილ იშხნელს მიავლენდნენ და ისიც ალი მიტაევს რომ მოინახულებდა, დაიმედებული დაბრუნდებოდა. თამზადა აჯანყებისათვის და ელოდება საქართველოდან ნიშანსა და ხელმძღვანელ ოფიცრებსო. ედკია გოგიტა ფაღავას დატუსაღების შემდეგ ვეღარ მოხერხდებოდა კავშირის აღდგენა აზერბაიჯანთან, რომელიც ასე უნებურად გამოეთიშებოდა კავკასიურ ამბოხს და საქართველოს მოკავშირედ მარტოდენ ჩრდილო კავკასიაში რჩებოდა. ვალიკო ჯუღელი ბორნით რომ მოისწრაფვოდა საბურთალოში პარტიულ კრებაზე დასასწრებად, ჩეკა ხელთ იგდებდა და ეს დაპატიმრება გადაექცეოდათ აჯანყებულთ ერთ-ერთ საბედისწერო მოტივად. თურმე ტყუილად არ შიშობდნენ დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრები, აკი ივედრებოდნენ, ოღონდ ეგ არაო. ვინ გაითვალისწინა მათი თხოვნა თუნდაც იმდენად, რომ ცოტა მაინც მოეცადათ. ახლა ჩეკას გამომძიებელს მის წინ დაედო ამბოხების გეგმა და არწმუნებდა, სამხედრო კომისიის ერთ-ერთი წევრი ცნობებით გვამარაგებს და თუ ზომებს არ მიიღებდა დამოუკიდებლობის კომიტეტს აჯანყების გადაწყვეტილებას არ მოახსნევინებ, ხელისუფლება იძულებული შეიქნება
დიდი სისასტიკე გამოიჩინოსო. პირველ რიგში დახრებდნენ იმ ადამიანებს, ვინც ამ საქმეზე უკვე გაეტუსახებინათ და შემდეგ ქალაქებსა და სოფლებს გაანადგურებდნენ. ეს სიცრუე ვალიკო ჯუღელზე იმდენად იმოქმედებდა, რომ ჩეკადან სასწრაფოდ გამოუგზავნიდა წერილს დამოუკიდებლობის კომიტეტს. ამბოხებაზე ხელი აიღეთ. ამბოხებაზე ხელი აიღეთო. გიორგი წინამძღვრიშვილისა და გოგიტა ფაღავას მიერ შედგენილ ბარათთაგან განსხვავებით, ეს წერილი უფრო კატეგორიული გამოდგებოდა და დამოუკიდებლობის კომიტეტი მით უფრო გაემიჯნებოდა. დაადგენდნენ მასთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტას, ბარათს კი უკანვე გადაუგზავნიდნენ. თავის დამტუსაღებელს შეევედრებოდა სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ვალიკო ჯუღელი. ოღონდ გამიშვით და ჩემზე იყოს დამოუკიდებლობის კომიტეტთან საქმის მოგვარება და აჯანყების ჩაშლაო. შორს დაიჭერდნენ ჩეკელები ამ მოთხოვნას. სოლომონ ზალდასტანიშვილი მათ უარს იმით ხსნის, რომ არენდნენო. კაცმა რომ თქვას, ისედაც არ გაანთავისუფლებდნენ. დარწმუნებულიც რომ ყოფილიყვნენ მის დაპირების უეჭველობაში. მაშინ ხომ პროვოკაცია ვეღარ დაიგეგმებოდა. ვერც აჯანყების ჩახშობის საბაბად გაჟლებდნენ იმ ადამიანებს, რომელნიც შეურიგებელ მტრებად ეგულებოდათ მხოლოდ იმიტომ, რომ იმათი კეთილშობილური ბუნება და პიროვნული ღირსება, ჰუმანიზმი და პატრიოტიზმი ვერასოდეს შეეგუებოდა სახელმწიფოებრიობის დაკარგვასა და ადამიანის უფლებათა ფეხქვეშ გათელვას. ადრე თუ გვიან გარდაუვალი შეიქმნებოდა ხელისუფლებასთან მათი შეჯახება და პარემ ახლავე მოეთავებინათ მოსათავებელი. თავიანთვის ყველაზე მომგებიან ჟამს, სასამართლო პროცესთა გამართვაც რომ აღარ დასჭირდებოდათ, ისე გაუსწორებდნენ ანგარიშს, მერე კი იქნებ ნიანგის ცრემლებით დაეფრქვიათ მათ ცხედრებზე. ცოტა მეტი მოგვივიდაო, აბა, ცოტა მეტიო, აბა, ცოტა მეტი. ისიც იმიტომ, რომ მოსკოვი ტაქტიკური მოსაზრებით შეაჩერებდა ადამიანთა განუკითხავ დახვრეტას ამ ეტაპზე. ვასო ღლონტი რომ მიმართავდა სოციალ-დემოკრატთა ცენტრალურ კომიტეტს ჯუღელის სახელით და სთხოვდა აჯანყებაზე ხელის აღებას, ისინი განუცხადებდნენ. გამოსვლის საკითხი ახლო მომავალში არ დგას და არც არავითარ აჯანყებას არ ვაპირებთო. ხელისუფლება არ დაცხრებოდა ამით. ჯარით თბილისს შეკრავდა, მნიშვნელოვან პუნქტებს გაამაგრებდა და ქუჩებში პატრულებს გამოიყვანდა. დაპატიმრებათა სერიასაც ენერგიულად გააგრძელებდა და არა მარტო დედაქალაქში, ბათუმსაც გადასწვდებოდნენ და მიამბოხეთა იქ არსებულ გაერთიანებულ ორგანოს ციხეში უკრავდნენ თავს. სპირიდონ ჭავჭავაძე ძალიან შეფიქრიანდებოდა. გამარჯვების იმედი სულ უფრო უსუსტდებოდა და ხელიდან უკრებოდა, რეალურ საყრდენს ვეღარ ხედავდა და ამიტომაც დააბარებდა სოლომონ ზალდასტანიშვილს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებთან. ამ პირობებში გამოსვლა შეუძლებელი ხდებაო. ის იმ საღამოსვე ინახულებდა იასონ ჯავახიშვილს, ვინც ახლოსაც არ გაიკარებდა ამბოხების ჩაშლის განზრახვას და ამ სიტყვებით გამოისტუბრებდა თანამებრძოლს. თავარ სარდალს გადაეცი, რომ აჯანყება უკვე დაწყებულია და ამ პირობებში უკან დახევა და მისი შეჩერება უფრო მეტ მსხვერპლს გამოიწვევს.
ვთხოვ მთავარსარდალს თავისი მოვალეობის შესრულება შეუდგეს. რა ზუსტად ემთხვევა ამჟამინდელი სახალხო განწყობილება 2 წლის წინანდელს. მაშინაც ხომ ხალხი მღელვარებდა, ის აბობოქრებულიყო და მხოლოდ წინამძღოლს ეძებდა, თუმცა მეთაური რომც არ გამოსჩენოდა, მაინც გადმოლეკავდა ნაპირს შინაგანი დუღილი და შეეცდებოდა წართმეული თავისუფლების დაბრუნებას, თუნდაც ზვარაკის გაბრძოლებით. ეს იყო არა ილუზია, არამედ რეალობა და ეს რეალობა ხალხის ეს სწრაფვა კვლავ სახიერად დასტურდებოდა, თუ კი თვალს განზრახ არ არიდებდი. იასონ ჯავახიშვილი თვალს რომ არ არიდებს საზოგადოებრივი განწყობილების ამგვარ მდინარებას, შეთვლით კი შეუთვლის სპირიდონ ჭავჭავაძეს მზადყოფნის აუცილებლობას გარდაუვალი ბრძოლისათვის, მაგრამ თავისთვის ძალიანად შეფიქრიანდება. შეძლებს კი მთავარსარდლობას ის კაცი, ვისაც გამარჯვება არ ეიმედება და უფრთხის გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმასო. ამიტომაც დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებს წაუყენებდა ამ მოთხოვნას. სჯობს სპირიდონ ჭავჭავაძე გადავაყენოთ მთავარსარდლობიდან და წინამძღოლობა ქაქუცა ჩოლოყაშვილს ჩავაბაროთო. კომიტეტის წევრები ამ მოთხოვნას არ დაყაბულდებოდნენ. საინტერესო კი არის, მათგან ვინ მიემხრო და ვინ არა ამ მოსაზრებას და რა მოტივით ჩავარდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის კანდიდატურა, მაგრამ სოლომონ ზალდასტანიშვილი ამის თაობაზე არაფერს გვამცნობს და რაღა დაგვრჩენია, ეს ზოგადი ცნობა უნდა ვიკმაროთ. ეგაა თავდაპირველ ჩანაფიქრში მნიშვნელოვანი შესწორებების შეტანა რომ მოუწევდათ დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებიც და მთავარსარდალიც ერთობლივად დაასკვნიდნენ. თბილისი აჯანყების ცენტრად აღარ გამოდგებაო და ასეთ ცენტრად ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბანაკს გამოაცხადებდნენ. მერე იმ ბანაკში ასული კოტე ანდრონიკაშვილი თავისი სახელით გადააბარებდა შეფიცულთა ბელადს, აჯანყების ბაირახსაც და ერთპიროვნული მეთაურის უფლებებსაც. ვაი რომ დაგვიანებით მოხდება ეს ყველაფერი. ჯერ სოციალ-დემოკრატები გაურკვევლობაში არიან, თვითონაც ვერ გაუგიათ. ვეღარც სხვა პარტიები იჩენენ ძველებურ თავგამოდებას და დამოუკიდებლობის კომიტეტი შეშფოთებული აწყდება აქეთ-იქით, ვიდრე შეფიცულთა ბანაკში გადაბარგდებოდეს და ყველაზე უარეს პირობებში მიანდობდეს ქაქუცა ჩოლოყაშვილს აჯანყების სვებეთს. შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. Alleluia,